გამოძრა, მადლობა ღმერთს. ძალიან კაი. 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 ხოდედა. დედა რაკენი გადაიტანე ყველაფერი. ნუ თითქმის, რაც დარჩა გოგა მომაწვდის მერე. მოხმარება არ გინდოდა? არა, არაფერი ისეთი არ არის. რაღაც წიგნებს ვერ პოულობ და შენთან ერთ დალისთან არ მახსოვს. არის ჩემთან რაღაცეები. რო გამოხვალ ერთად ვნახოთ. კარგი, ოცნი. კაი, დედი, ფშიერი არ იყო. არა, დედა, ნუ ნერვიულობ. კაი. ახალ სახლში ნესტის სუნია, რაც ძალიან მომწონს. საძინებელში მწვანე კედლებია, რაც არ მომწონს და თუ დიდხანს დავრჩი აქ შევრება. ხო, გოგა. რა შვები? ვლაგდები, ეხლა დავამთავრეთ ნივთების შემოზიდვა. ხვალ გამოგივლი. დარეკე ხვალ. კარგი. კარგი. კარგია მან. კი, კარგი. ოღონდ აქედან წასულიყავი და ძალიან გთხოვ, ხა თავიდან არ დაიწყო რა. კაი ხო. ბრიგადა 523 კისტაურის 14 მაღალი სიცხე სახსრების ტკივილი. კაი, მიღებულია მისება. კისტაურის 14 წავედ. კისტაურის 14 მაღალი სიცხე სახსრების ტკივილი. სახსრების ტკივილი მიღებულია. აღარ დამთავრდა ეს ვირუსები? არ ჯამენ, მარო, ნორმალურად. არა და მიტო. რამდენჯერ უნდა გითხრა, მარინა? უკაცრავად მიღებულია. დღეს უკვე მესამე გამოსახებაა და ჯერ სადა ვართ. ამ დასვენების დღეებში რომ ხდება ეს ხალხი ცუდად უსამართლობაა რა. არა, მარინა. მარინა. აქ ბებო. მიდი კარები გამიღერა დედიკო, მოხო. რეც ხალ ბებო? ჰა? ხო და არ მინდა მოხმარება, რა გთხოვ. კაი ბატონო, არ მოგეხმარები, მეც მოვიტანე რაღაცეები და ამოვალაგებ. შენ წარი ქათამი რა გინდოდა? რატო დავდებთ სუფრაზე შვილო? ხო, რა ვიცი.
იმათ ხوار დაურეკავთ. ვინ იმათ? ბებიაშენს და ბაბუაშენს. არა. მაგათი ოფოფები კიდე რა. ბებო, იცი მე ჩემი კომპოტი მოვიგონე. მართლა, ბებო? ხო, აი კომპოტი მელანო. როგორია? მარწყვის. და მე საწვლის აღებაობით ლურჯად უნდა შეღება და ლურჯი მარწყობი იქნება. ლურჯი მარწყვი რა უბედურებაა, გოგო. აუ, გავაკეთებ რა. კაი, ბებო, გაგაკეთებინებ ჩვენთან რო გამოხვალ. მე მაქვს ტორტის საღებავები და მე მგონი ლურჯი ფერიც უნდა მქონდეს. ხო, ლურჯი მინდა ზუსტად. მელანო. არ გცხელა შვილო, ჰა? მოიხადე ეს ქუდი რა, გავოფლიანდები, ბებო. არ გაუფლიანდები, დედასთან ჩქარი ქუდია. ვიცი, ბებუკა, ვიცი, მაგრამ ნახე როგორ გიჭერს. აი აქ ძაბს ჩავამატებ და მე ზამთარში დაიხურე ხოლმე. არ ჩაამატა. მამა შენი მორიგეა? არა. დღეს არ არის მორიგე. მოვა საღამოს. გამარჯობა. 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 აქსი არ გამოვიძახე ხომ, კარგად მოვიქეთ. კი. ძალიან გტივად უკვე ხო? 36 კვირის ვარ, ჯერ არ ველოდებოდი. და მე რამდენი ორსულობაა? მეხუთე. მეორე მომეშალა. უი, მიზეზი? სტრესი. იმ საღამოს მეზობელთან ვიჩხუბე. ჯერ ნერვები მომეშალა, მერე მიცხრა. აი, ხურობის თავი გავკარგე. ანუ ბავშვებო, ნუ ხმაურობთ რა. პირველი რაც მინდა გთხოვოთ, მინდა რომ იყოს მშვიდად, იმიტომ რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. მე ხლა გაგისინჯოთ წნევას. და რამდენიმე კითხვასაც დაგისვამთ, რომ ჩვენ ჩავიწეროთ. მაინც დავიხმარე. რეზიკო, ნუ ხმაურობ, თორე მე ფიმინემს გაგიკეთებს. არ გაგიკეთებთ, ნუ გეშინია, უბრალოდ არ იხმაუროთ. წლები უკვე დავარეთ, ხო? კი, იმიტომ გამოგიძახეთ. ჩემი ქმარი ყაზახეთშია და ორ კვირაში ბრუნდება. არა, დედიკო, ნუ გეშინია. არა. აი, ხმა მივხვდი რატომ დახოცა მედიამ შვილებს. რატო? იმიტომ რომ ხმაურობ. აი, აი მე ბავშვებო, ნუ დარბიხართ რა. ანუ კივილები გიხშირდებათ, ხო? კი. ეხლა ნამდვილად არ ველოდებოდი. ჯერ არ ველოდებოდი. არა, სტადიონზე მყავდა ეს ბავშვები გაყვანილი სასეირნო და იქ რაღაცა დაჭიმულობა ვიგრძენი. მერე? მერე მოვედი წყლები დავღარი. პირველი მშობიარობა ხომ არ არის, არა ხო ვიცი. ეს ორსულობა როგორ მიმდინარეობდა? ამ ორსულობაზე ბევრი წყლები მქონდა, ბოლო ეხოსკოპია მაჩვენა. მრავალწყლიანობა.